ხარანა კი მესმის შეგონია არ მესმის. თეორიულად ესია, მაგრამ მარტო მე ხომ არა ვარ. ხო, მაგრამ ეკასთვის თქვენი აზრი არის მნიშვნელოვანი. არა მგონია. ამდენი ხანია წასულია და ერთიც არ დაურეკავს. ის კი არა ტელეფონის ნომერიც კი გამოცვალა, რომ მე არ დაურეკო. იმიტომ რომ ნაწყენია. ძალიან ნაწყენია. თქვენც ხო იცით, ფიცხი არის, გაბრაზდა, წავიდა, ნომერი შეცვალა, მაგრამ გადაუვლის, დამიჯერეთ. თუ გინდათ ახალ ნომერს მე მოგცემ. არა, მე ვერ დაურეკავ და საერთოდ სიმართლე რო გითხრა მე ამისთვის არ მოსულა ანა. რა? კიდე უფრო დიდი უბედურება ემართა. რა მოხდა ნანეიდა? გოგა დაიჭირეს. რატო? არ ვიცი. ვერაფერი ვერ გავიგე. ქუჩის საღამოს ესე შემოვარდნეთ მორკინები და ვერაფერი ვერ გავიგე. ერთადერთი რაც გავიგე ნარკოტიკების გასახება. რა? ანუ არ მჯერა. არ არსებობს. სად გოგა ნანეიდა და სად ნარკოტიკები? არ ვიცი. მთელი ღამე ჩოჩოხეთი გამოვიარეთ. დღეს დილიდან ზურიკო წავიდა პოლიციაში იქნება რამე გავარკვიო. ნამდვილად გაუგებრობა არის. არ არსებობს რომ ეგრე იყოს. ერთი წუთით რა მე ხა დავფიქრდები რომ ვის შეიძლება დავურეკოთ, ვინ დაგვეხმარება. შეიძლება რა ქვია იმ ანა დედკო შენ არ ინერვიულო, არა, არ ინერვიულო. ერთადერთი აი ეკას დაურეკე და გააგებინე. აი ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება, ხო? დაურეკავ და ვეტყვი უბრალოდ. ხო არ გიჩვენა თქვენ დაურეკოთ და თქვენ თქვენ. არა. ეხლა არ შემიძლია. მოვიფიქრებთ რამეს. სანდრიკას გაუმარჯოს. რა იყო ბიჭო? თვალი ხარ, არა, მეჩქარება. სად გეჩქარება? შენც ახლა წიგნები არ კონდეს წასაკითხი, სანდრიქს. რა შვები, რა ხდება? ავი, არაფერი. რა, ბიჭო, ეს არის არაფერი? ვინ გაგალამაზა ეს? არავინ, დავიცი. აი, სახლში მამიდა შენს მოუყევი, შეიძლება იმან დაგიჯეროს. ხო იცი ზვიადას ვერაფერს ვერ მოატყუე. მოყევი ხა რა მოხდა? ორნი იყვნენ დიდები. თორე ხო იცი? ხო, აბა, ერთი რო ყოფილიყო და შენ ხელა კი მოერეოდი. რაო, რა გვინდა? ავი, მე რო კორპუსელები იყვნენ. ხანდახან მაგათ ეზოში ჯოკერს თამაშობდით. წეღარანც ბიჭებს ვველოდებოდი და მოვიდნენ ესე მითხეს აქ არის თამაშო. ვითომ რატომა? მეც შეკითხე და აჰა. და მე ეგრევე მოგადეს? რო გითხარი ორნი იყვნენ და თან დიდები თქო თორე. მომისმინე, ხოდ ეხლა ჩვენც ორნი ვართ და მე მაგაზე დიდი ვარ. ეხლა წავიდეთ და გავარკვიოთ რა უნდათ და რატომ მოგადეს, წამო. წამო, გადავიდეთ. მართლა ამბო? სანდრიკ, დაიმახსოვრე ზვიადად ყლუბრალოდ არასდროს არაფერს არ ამბობს. წავიდეთ. წამო. მე რო კორპუსი, ხო? იცი რაზე ვფიქრობ? ეგ არასდროს არ ვიცი. რო შენზე ახლო ადამიანი ცხოვრებაში არ მყოლია. მართლა? კი. ვიცი კაცებს მსგავსი რამეები არ უნდა უთხრა. მაგრამ მომიდა რომ მეთქვა. იცი მაგაზე მეც ვიფიქრია. მგონია რომ ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. და სულ ესე მიყვარდი. და მე რა ბოროტად ვისარგებლე შენი სიყვარულით. რას გულისხმობ? იცი რასაც გულისხმობ. ისეთი ადამიანის მოვლა დაგავალე, რომელიც ნამუსი რომ ქონოდა, წესით თვალითაც კი არ უნდა გენახა.
ჯერ ერთი მოვლა არ დაგივალებია. უბრალოდ მთხოვე მოვლელი მეპოვნა, რომელიც ვერ ვიპოვა. დამცხვენია. წარმოდგენაც კი არ მინდა რაც უდად გაგატარებინა ის დღე. და არ მითხრა არა უშავსო. ახლა რო გითხრა, კარგად გავეტარე მეთქი არ იქნება მართალი. უბრალოდ რისი მეშინოდა, იცი? რაღაცა არ დაუზიანო მეთქი. ან რამე ისეთი არ მკითხოს, რაზეც პასუხი არ მექნება თქო. მსგავს არაფერს კითხავდა. აუხსენი რომ თანამშრომელი ხარ, რომ მსგავსი გამოცდილება გააქვს და დაეხმარებოდი. დაიჯერა? არ ვიცი. არასოდეს ვიცოდი რისი სჯეროდა, ან რისი არა. ან რა უნდოდა. საერთოდ რატო ვიყავით ერთად? მაშინაც კი როცა კარგად იყო. ახლა მით უმეტეს. ჩემზე რო გკითხოს რამე? ან ერთად რო დაგვინახოს? არ უნდა დაგინახოს. გასაგებია. იმიტომ ვაჩერებ სამი სახლის იქით მანქანას. მაგრამ ხوارჯობია რომ სიმართლე იცოდეს. ჩემთვის ჯობია. მაგრამ ხომ ნახე რა მდგომარეობაშია. უარესად რომ გახდეს. არა, უარესად ფიზიკურად ვერ გახდება. უბრალოდ გონია რომ ესე ტყუილში ცხოვრებას სიმართლის გაგება აჯობებდა რა. მართალი ხარ. სიმართლის თქმა ყოველთვის ჯობია. აი მოშინაურდი კლინიკაში და წავიდეთ ბერლინში რა. გავიხსენოთ სტუდენტობა ვიგულაოთ მაგრად. ამასთანავე ვიყავი რაღაც საქმეს და რომ ვაფშე ყველა ის ადგილი გამოსცენა ჩვენ სადაც დავდიოდით და ისე მომინდა. უბრალოდ დავწანწალებდით. ბარი, კლუბი, მე ისე ბარი. გარტობა ეხლა შეგვიძლია. ბარში ვართ, კლუბიც გვაქვს. ნორჩეთან მოდის მას და გადავიდეთ რა მძიმეზე. ვისკიზე რა სიტყვი, რა? შანსია. რა კატეგორიულად მაჯახე, რატო? რამ მძიმეს ვერ დავლა. რატო გაწუხებს რამე? 3 თვის წინ ისეთი ზაპოი მქონდა ძლივს გადავაგე. აი რამე გადავედი შენ რა ზაპოი უნდა ქონოდა. კვირაში ორჯერ წრუპვა ზაპოი გონია? რა ორჯერ ბიჭო. ყოველ დღეს ვადედიოს ვერ დაბელიოს ვერ ვაზრობები. და მე რატო არ ვიცი ეგ ამბავი? შენ იმდენი რამე არ იცი. ხვდები რომ არ ვიცი. და მომიყევი რა. არასწორი ვიღაც შემიყვარდა. ანუ? ერთი გოგო არა ბავშვობის მეგობარი. იცი შევინცა, მაგრამ მე გეტყვი ძალიან. კაი, მე მე არაფერი, ქმარს იყო ახალი გაშორებული და რომ ჭირდება ცოტაო. და გეცლია ცოტა ხანი შენც. ვაცადე, მაგრამ ნუნუ გადაირია. რაზე? რაზე და ჩემნიკასო განათხოვარი და შვილიანი გოგო არ შეეფერება. აი, დედა შენზე მიყვები მაგას? მეც ეგრე მეგონა, ნუნუ. და მე დავიწყე. და ის გოგო? იმ გოგომ მეგობრება დაურჩეთ. თავი ნაყმანობდა ცოტას, მაგრამ მე ნუნუ გადააწყვეტინა. არა, ნუნუს არ ვიცავ, მაგრამ ხა იმ გოგოს რომ ზდომოდა, ნუ ვერაფერი ვერ დაუდგებოდა წინ. მაგეცა. რაღაცნაირი ამბავია.
ის პირველი ხარ, ვისაც მოუყევი და ძალიან გაასწორე. ო დაწყებად ეხავს თონე, მე მაგრა გეშვება ამიჯერ. ზუსტად. ხოდა სიყვარულს გამომარჯოს მაშინ. შაუმერს. ხან რა შვები? ვაიმე. ვაიმე, კაბოთიში დამავიწყდა რა გვიანია ხა შენთან. გაგაღვიძე? არა, არ მეძინა. რა იყო ღამის სვაში გადახვედი? არ გამომდის ტყუილები მეძინა ხო, მაგრამ ძალიან გამეხარდა რომ დამირეკე. ისე მომენატრე. მეც იცი როგორ მომენატრე. ძალიან. რა შვები მითხარი როგორ ხარ? ნორმალურად. გაიბერე ძალიან? მე გემოტი ვარ ჩაულებრივი. ნიჭი არ მიპარება. ვერაფერს ველებში ვერ ვეტევი, წარმოიდგინე. ვერაფერს ვერ ვიცვა. შენ ნოლზომა ტანსაცმელში თუ ვერ ეტევი, ეგ მეგონი პრობლემა არ არის. აი, ნუ დამცინი. ხო, საერთოდ არ არის სასაცილო. მე შემიძლია ხა შენთან ერთად ვიჯდე სადმე? მეც ვერ წარმოიდგენ, ძალიან მინდა რომ აქ იყო. რა თქმა უნდა. და აქედანაც შემიძლია დაგეხმარო. არა. ისედაც ვიცი რომ ჩემ გვერდით ხარ ყოველთვის. კარგად ვარ. ვიცი. წავედი ხა დავიძინებ ისე ბედნიერი. ეკამ. ერთი სუთით. ნანა იყო ჩემთან. ოხ, დედა ჩემი. ხო, დედა შენი. რა მოგიყვა როგორი ოჯახის შემარცხვენელი და საშინელი შვილი ყავს? არა. ბარ მითხრა ხარ მოვენატრე და ყველაფერს ნანობს. ეკამ. გოგა დაიჭერეს. რა? რა მოხდა, როდის? აი, რამოდენიმე დღეზე. რა ქნა, მე რა იდიოტი ავარიაში მოყვებოდა, მაგრამ ავარიაში რომ მოყოლილიყო, რატო დაიჭერდნენ? ანა, ვინმე ხო არ მოკლა? არა, ეკა, არა. ავარი არ ყოფილა. აბა რა მოხდა? არ ვიცი მე ზუსტად უბრალოდ. ვიცი რომ რაღაც ნარკოტიკების შეტანა გაბოტანაზე იყო ლაპარაკი. შანსი არ არის. ანუ ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ ნარკოტიკების შანსი არ არის, ანა. ხო, მაგრამ ამას აბრალებენ. მეტი არაფერი არ ვიცი მე. აი მე რა გავაკეთო? რატო არის ეს ბიჭი სუშარში და სუ ამ მდგომარეობაში რატოა? გეხოცები არ ინერვიულო რა გთხოვ. მაგრამ უნდა მეთქვა შენთვის. მე ამ კლინიკის მასაჟისტი ვარ თამთა. ვერ მოვახერხეთ აქამდე გაცნობა. შენს მას და მის ორ მეგობარს მანქანები ჩამოყავდეთ ამერიკიდან და აქედან. კი, ამ საქმეში თავიდან მეც დავეხმარე. ესახის დახმარებაზე ალბათ. მალე ხომიცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს